მე მინდა უსურვო მის უწმინდესობას და უნიტარესობას, რომ ის საქმე, რომელიც ჩვენმა წმინდა პატრიარქმა ილია მეორემ მისი ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობით შეასრულა, ეს საქმე გაეგრძელებინოს. ჩვენ ვართ ბედნიერი, რომ ვართ ილია მეორეს პერიოდში დაბადებული, გაზრდილი, ეკლესიაში ისული ადამიანები, რომელმაც იგრძნო ის სულიერი კავშირი, რომელიც ილია მეორემ დაამყარა თითოეულ ქრისტიან ქართველს შორის. და მნიშვნელოვანია ამ ღვაწლის გაგრძელება. ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ ვიწყებთ იმ წერტილიდან, სადაც ილია მეორემ სუდარა გადაფარებული ქართული ეკლესია კვლავ აღორძინა, გააცოცხლა, ჩვენ როგორც მრევლის შეკვრა, ჩვენ ვართ მომენტში, როდესაც ილია მეორემ დასთესა და ჩვენ ვიმკით. და მნიშვნელოვანია, რომ გაუფრთხილდეთ ამ დანატოვარს. შეწყალება ჩემი კომპეტენცია არ გახლავთ, თუმცა შემიძლია გითხრათ ერთი რამ, რომ შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული. ეს არის ერის კანონი და ეს არის ეკლესიის კანონიც. ამიტომ ითქვა არაერთხელ, რომ მნიშვნელოვანია უპირველეს ყოვლისა, სანამ ვინმე ისაუბრებს შეწყალებაზე, ისაუბროს სინანულზე. არის თუ არა სინანული იმ ადამიანებში, რომლებმაც სადეს ადამიანების ცოცხლად დაწვა მოლოტოვის კოქტეილებით, არის თუ არა სინანული იმ ადამიანებში, რომლებმაც სადეს საქართველოს პარლამენტის გადაწვა, არის თუ არა სინანული იმ ადამიანებში, რომლებმაც სადეს ქვეყნის დამხობა. ეს არის ანარეკლი იმისა, რაც ხდება ზოგადად ქვეყანაში, როდესაც ჯგუფი ადამიანებისა, რომელიც ცდილობს, რომ ჩვენი ქვეყანა გადაიყვანოს მისი ისტორიული გზიდან. ეს ისტორიული გზა აისახება როგორც პოლიტიკურ ცხოვრებაში, ისე სულიერ ცხოვრებაში. როგორც ცდილობენ ჩვენ გადაგვიყვანონ ჩვენი ისტორიული პოლიტიკური გზიდან, რაც გულისხმობს ჩვენი ერის კეთილდღეობას, ჩვენი ქვეყნის მთლიანობას, ასევე ცდილობენ, რომ ჩვენ გადაგვიყვანონ იმ სულიერი მთავარი ხაზიდან, რასაც ქართველი ხალხი საუკუნეებია მოსდევს. ამიტომ აქ არაფერი გასაკვირი არ არის. ეს არის იგივე სახეები, ვინც ებრძვის სახელმწიფოს, იგივე სახეები ებრძვიან ეკლესიას. ეს არის ერთი და იგივე ბრძოლა, რომელიც გამოუცხადეს საქართველოს მის სახელმწიფოებრივ თუ სულიერ მხარებ. მაგითხრათ, როდესაც ადამიანთა ჯგუფი აცდენილია ეროვნულ გზას, აცდენილია ეკლესიის გზას, აცდენილია ქვეყნის ინტერესების გზას, იქ რა თქმა უნდა ამ ბოროტი თესლიდან კეთილი ნაყოფი ვერ ამოვა და სწორედ ამას ხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიციის ბოროტი თესლიდან სწორედ ეს სიბოროტე აღმოცენდება მხოლოდ. ეს არის ხაზი, იგივე ხაზი, რაც მოქმედებს სახელმწიფოს წინააღმდეგ, ეხლა ამუშავებული არის ეკლესიის წინააღმდეგ. და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა საზოგადოებამ სიფხიზლე გამოიჩინოს. ჩვენ ვიხილავთ ეხლა ნიაღვარს ზიზღისა, რომელიც აუცილებლად წამოვა ეკლესიის სახელმწიფოსთან ერთად ეკლესიის წინააღმდეგ. და კარგად დავაკვირდეთ, ვინ ართმევს ამ ხელს, რომელ დედაქალაქებში დადიან, რომელი უცხო ქვეყნების საჯარო ინსტიტუტების კორიდორებში დადიან, რომელ საელჩოებში დადიან, რომელ ელჩებს ართმევენ ხელს. ეს არის დღეს სამწუხარო რეალობა, რომ ის უცხოელები, რომლებიც ჩვენ მივიღეთ ძმად და მეგობრად, დღეს ცდილობენ ჩვენს მოხრჩობას, როგორც სახელმწიფოსი, ასევე ეკლესიის